ოკუპირებულ მარიუპოლში გაიხსნა დრამატული თეატრი. 2022 წელს შენობაზე, რომელშიც ადამიანები იმალებოდნენ, რუსეთის არმიამ ბომბი ჩამოაგდო. ზოგად საკაცობრიო ეთიკის თვალსაზრისით თეატრი, სადაც ასობით ადამიანი დაიხოცა, უნდა ქცეულიყო მემორიალად, დუმილისა და გლოვის ადგილად. რუსეთის ხელისუფლება თეატრზე თავისი ერიშს უწოდებს უკრაინულ ტერაქტს და იუწყებოდა 14 დაღუპულის შესახებ. უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, ბომბის დაცემის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თეატრის დღევანდელი გახსნა ეს არის განაცხადი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენი კულტურის მოკლა შეუძლებელია. შენობა აღდგენილი იქნა სანქტ-პეტერბურგის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. მე რომ ყოფილიყავი მარიუპოლში და იქ გახსნილიყო ასეთი თეატრი, არასოდეს მივიდოდი. ეს იგივე იქნებოდა სასაფლაოზე, რომ მივსულიყავი წარმოდგენის სანახავად. ამჯერად ძვლებზე ცეკვა, ხატოვანი გამონათქვამი კი არა, სინამდვილეა. ეს საფლავია, სამარხი. მათ უნდათ პუტინის იქ მისვლა და ასე შემდეგ. მთლიანობაში პირველი ექსჰუმაცია უკვე გაკეთდა დრამატულ თეატრში. მათ გამოიტანეს გვამები. ჩართული ჰყავდათ ამაში მარიუპოლელები. ტრაქტორის ლაფეტებით გამოზიდეს. რა არის მათთვის 300-დან 600-მდე გვამი? შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენი ხანი იყვნენ ჩამარხულები. გვამური შხამი იყო, სუნი ტრიალებდა. ქლორით დაამუშავეს იქაურობა. შემდეგ ყველაფერი გამოზიდეს, საძირკვლამდე, ბეტონამდე ჩავიდნენ. ახალი მიწა შეიტანეს, ფენა-ფენა. დააყრიდნენ ქლორს, მოასხავდნენ, რომ სიმყრალე აღარ ყოფილიყო.